ხშირი გულძმარვა და დისკომფორტი. როგორ დავეხმაროთ ჩვენს ორგანიზმს? მოგესალმებით, მე გახლავართ ბესიკ შამგია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გაზაფხული არა მხოლოდ ბუნების, არამედ ჩვენი ორგანიზმის ცვლილებების დროა. ჩვენი ბიორიტმები, რაციონი და აქტივობის დონე ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობაზე. თუ მოულოდნელად შევამჩნევთ გულძმარვას, დისკომფორტს ან გასტრიტის სიმპტომებს, ეს შეიძლება იყოს სიგნალი იმისა, რომ რაღაც ისე არ არის ჩვენს ორგანიზმში. გულძმარვა და მუცლის შებერილობა თითქმის ყველასთვის ცნობილია, განსაკუთრებით ხანგრძლივი დღესასწაულების შემდეგ, როცა კვების რაციონი იცვლება და ჭარბი კვება ხდება ჩვეულებრივი. მრავალი ადამიანი ხშირად იღებს სხვადასხვა მედიკამენტებს, მაგრამ არ ფიქრობს იმაზე, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მათ ორგანიზმს. მაგალითად, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, პრეპარატები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება კუჭის მჟავიანობის კონტროლისთვის, ისინი შეიძლება სასარგებლო იყოს მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ მათი ხანგრძლივი და დამოუკიდებელი გამოყენება აზიანებს კუჭის ლორწოვან გარს, არღვევს სასარგებლო მიკროფლორის ბალანსს და ამცირებს ვიტამინების დონეს ორგანიზმში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ინფექციების რისკის მატება, იმუნიტეტის დაქვეითება, დაავადების ქრონიზაცია და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები. რა უნდა გავაკეთოთ? თუ გულძმარვა და მეტეორიზმი იშვიათად გაწუხებთ, სავარაუდოდ მიზეზი არის არასწორი კვება ან სხვა ცხოვრების წესის დარღვევა. მაგრამ თუ ეს ხდება რეგულარულად, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არის ორგანიზმში დარღვევები, რომელსაც სწორი მკურნალობა სჭირდება. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ პრეპარატი გასტრიკუმელი. გასტრიკუმელი არის ეფექტური საშუალება, რომელიც ამცირებს ანთებით პროცესს, ხსნის სპაზმებს, აღადგენს კუჭის ფუნქციას და იცავს მის ლორწოვან გარს. გასტრიკუმელი არის კომპლექსური პრეპარატი, რომელიც შეიცავს ბუნებრივ მცენარეულ და მინერალურ კომპონენტებს და დაგეხმარებათ ხშირი გულძმარვისა და მეტეორიზმის დროს. ის ეფექტურია გასტრიტის გამწვავების შემთხვევაშიც. თუ თქვენ გიწევთ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენება, მიიღეთ დამატებით გასტრიკუმელიც, რომელიც დაიცავს კუჭის ლორწოვან გარს და შეამცირებს ამ პრეპარატების ნეგატიურ ეფექტებს. შედეგად, თქვენ შეძლებთ შეამციროთ გვერდითი ეფექტები და შეინარჩუნოთ ბალანსი ორგანიზმში. როგორ მივიღოთ გასტრიკუმელი? მწვავე მდგომარეობის დროს რეკომენდირებულია 1 ტაბლეტის მიღება 15 წუთში ერთხელ 2 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ სტანდარტულ დოზაზე 1 ტაბლეტი 3 დღეში. ენის ქვეშ კვებამდე 20-30 წუთით ადრე. გასტრიკუმელს პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი ეფექტი, რადგან შედგება ნატურალური კომპონენტებისაგან და მისი მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, აუცილებელია კონსულტაცია გასტროენტეროლოგთან, რათა ჩატარდეს დეტალური კვლევები და დაადგინდეს მიზეზი. არ დაუშვათ დისკომფორტი, იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე გასტრიკუმელთან ერთად.